მოგესალმებით, თქვენ უყურებთ აჭარა ტაიმსის პირდაპირ ეთერს. ამჯერად გიერთებით ხელოჩაურის მუნიციპალიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან, კერძოდ ჩვენ ვიმყოფებოდით ხელოჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში, სადაც საკრებულოს სხდომის მიმდინარეობა უნდა გადაგვეღო, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მოგვეცა, კერძოდ საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან მერიის თანამშრომლებმა ფიზიკური ანგარიშწორების შედეგად გამოგვაგდეს და ჩვენ კანონით მონიჭებული უფლების განხორციელება ვერ შევძელით. ცხადია, ფიზიკური ანგარიშწორების შედეგად, რასაც ჰქონდა ადგილი საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ჩვენ ამის გადაღება შევძელით და კადრებს ცოტა მოგვიანებით, ცხადია, ჩვენი პლატფორმის მეშვეობით შემოგთავაზებთ, თუმცა მანამდე გეტყვით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური ანგარიშწორების ფაქტებს ხედავდა საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე, მან არანაირი რეაგირება არ მოახდინა ამ ფაქტებზე. საინტერესოა ის გარემოება, რომ ხელოჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზს იკავებენ სხდომის მიმდინარეობისას საკრებულის მერიის თანამშრომლები, რითაც ისინი ზღუდავენ მოქალაქეთა დასწრების შესაძლებლობას. მე მსურდა, რომ ეს პირდაპირი ჩართვა უშუალოდ შენობიდან მეწარმოებინა, უფრო ახლო ტერიტორიიდან, თუმცა იქ ინტერნეტის კომუნიკაცია ჭირს, ამიტომ ვერ შევძელი პირდაპირ ეთერის ჩართვა შიდა შენობიდან. მე გიერთდებით უკვე მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობის წინა ტერიტორიიდან და გეტყვით იმას, რომ ჩვენ ვერ შევძელით დღეს საკრებულოს სხდომის გაშუქება, კანონით მონიჭებული უფლება შეგვეზღუდა და ეს ყველაფერი გამოიხატებოდა იმაში, რომ მერიის თანამშრომლები, ასევე საკრებულოს თანამშრომლები აჭარა ტაიმსის მიმართ გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული აგრესიით. ისინი დამიპირისპირდნენ ფიზიკურად და ფიზიკური ანგარიშწორების შედეგად გამომაგდეს საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან. ამ ყველაფერს ხედავდა საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე, თუმცა მას არანაირი რეაგირება ამ კანონდარღვევაზე არ მოუხდენია. მე არ მაქვს ინფორმაცია თუ რის საფუძველზე შემიზღუდეს საკრებულოს სხდომის გაშუქება. მე ვერ მივიღე ვერც ერთი ოფიციალური პირისგან განმარტება იმის შესახებ, თუ რატომ არ მაქვს უფლება, რომ საკრებულოს სხდომა გავაშუქო და მოვისმინო შიგნით შიდა ტერიტორიაზე თუ რა გადაწყვეტილებებს იღებენ კანონმდებლები. როგორც კი დამინახეს, რომ მივედი საკრებულოს სხდომის გასაშუქებლად, მოგიყვებით ქრონოლოგიურად თუ რა მოხდა. თავდაპირველად დაცვის სამსახურმა შემაჩერა რამდენიმე წუთის განმავლობაში და არ განმიმარტეს თუ რის გამო არ მიშვებდნენ საკრებულოს სხდომათა დარბაზში. უკვე მოგვიანებით დაახლოებით 12 და აკლდა 2 წუთი შემიშვეს საკრებულოს სხდომათა დარბაზში და იქ დავიწყე მე უკვე ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება, რომლის დროსაც საკრებულოსა და მერიის თანამშრომლები ჯერ სიტყვიერად, მოგვიანებით კი ფიზიკურად დამიპირისპირდნენ და სხდომათა დარბაზიდან ძალისმიერი მეთოდით გამომაგდეს, რასაც ხედავდა საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე, რასაც ამ ფიზიკურ ანგარიშწორებაზე რეაგირება არ მოუხდენია. კადრების უმრავლესობის გადაღება ჩვენ მოვასწარით, გვაქვს ეს ვერ წაგვიშალეს და ჩვენ ცხადია რამდენიმე წუთში ფიზიკური ანგარიშწორებისა და გამოძევების პროცესს გიჩვენებთ, ავტვირთავთ უკვე ამ კადრებს რამდენიმე წუთში, მანამდე კი პირდაპირ ეთერში გიყვებით თუ რა მოხდა საკრებულოს სხდომაზე. საინტერესო დეტალი არის ის, რომ ყოველ საკრებულოს სხდომაზე შიდა ტერიტორიას ავსებენ იმ სივრცეს, რაც არის თავისუფალი, მათ შორის მედიისთვის განკუთვნილი, მოქალაქეებისთვის განკუთვნილი, ავსებენ მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებით და ამით ზღუდავენ ისინი შიდა ტერიტორიაზე გარეშე პირების შესვლას და ამ მიზეზით, რომ სხდომათა დარბაზში არ არის ადგილი, არ უშვებენ
მოქალაქეებს და ამ პრაქტიკას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი უკვე წლების განმავლობაში მიმართავს, მაშინ როცა საჯარო მოხელეები უნდა იყვნენ სამუშაო საათებში, სამუშაო კაბინეტებში და მოქალაქეებს მომსახურებას უწევდნენ, ისინი ხელოვნურად ზღუდავენ საკრებულოს შიდა სივრცეს და მოქალაქეებს არ აძლევენ იმის შესაძლებლობას, რომ საკრებულოს სხდომებს დაესწრონ და გაიგონ თუ რა გადაწყვეტილებებს ღებულობს მუნიციპალიტეტის საკრებულო. ის რომ მოქალაქეებს ამ საკრებულოს სხდომაზე არ უშვებენ, არახალი არის უკვე ჩვენი მაყურებლისთვის. დღესაც მე როგორც მაქვს ინფორმაცია, როგორც კი ჩამოვედი გარე ტერიტორიაზე, დავინახე რომ ერთ-ერთი მოქალაქეც ცდილობდა აქ შესვლას და საკრებულოს სხდომაზე დასწრებას, რომელსაც ვთხოვე, რომ ჩემთან ერთად ყოფილიყო პირდაპირ ეთერში და მოეყოლა იმ დამოკიდებულებასა და პრაქტიკაზე, რასაც მიმართავს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი და საკრებულო. მოგესალმებით თორნიკე, თქვენც ახლა ხართ ქუჩაში, წლების განმავლობაში ცდილობთ რომ საკრებულოს სხდომას დაესწროთ და დღესაც კი ვერ შეძელით ეს. თუ შეგიძლიათ გვითხრათ, თუ გაქვთ ოფიციალური განმარტება ან პასუხი, რის საფუძველზე გიზღუდავენ კანონით მონჭერებულ უფლებას? ბატონო, მოგახსენებთ იმას, რომ ზემოთხსენებული საკრებულო არასდროს არ უშვებს მოქალაქეებს და პირიქით რეგლამენტსაც არ ღვევს, ისინი ხშირად და აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში მათ მიერ მიკერძოებულად, ძირითადად მიკერძოებულად დასაქმებული მერიისა და საკრებულოს სამსახურების თანამშრომლებით ავსებენ დარბაზს და მერე დაცვის პოლიცია გადააქციეს თავიანთი პირად დაცვად და პასუხობენ, რომ იცით, ჩვენ ვერ შეგიშვებთ, იმიტომ რომ საკრებულოს ხომად დარბაზში ადგილი არა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ რეგლამენტისგან გამომდინარე მათ არ უნდა გადაინაცვლონ სხვა ალტერნატიულ ადგილას, სადაც დამსწრე საზოგადოება შეძლებს დასწრებას. გარდა ამისა, როგორ ახერხებენ საჯარო მოხელეები სამუშაო საათში საკრებულოს ხომაზე დასწრებას. ესეც ხო ცალკე საკითხია და ამის გარდა თავად საკრებულოს თავმჯდომარე არასდროს არ ცდილობს იმაზე, რომ მოქალაქეების უფლება და მოქალაქეების აზრი იყოს გათვალისწინებული. პირიქით, ისინი მხარს უჭერენ მაქსიმალურად მერის ბიუჯეტის ღრნას და სხვადასხვა სამსახურების ბიუჯეტის მითვისებას, რაც რეალურად არ ხმარდება ჩვენი ძვირფასი თანამოქალაქეების ყოფაცხოვრებას და მათი ცხოვრების წესის გაუმჯობესებას. პირიქით, უფრო და უფრო უკან მიდის, რაშიც საკრებულოც და მერიაც თავად არის დამნაშავე. ისინი სიმბიოზში არიან პირდაპირ ერთმანეთთან და ერთმანეთის დასაცავად აკეთებენ ყველაფერს. გარდა ამისა, მე ყოველ მოსვლაზე დღეს მარტო ვარ წარმოდგენილი, ყოველ მოსვლაზე შესაბამის სამსახურს 112-ზე ურეკავთ და ვატყობინებთ, რომ ჩვენი უფლებები იღღვება, რაც გამოხატულია ჩვენ კონსტიტუციურ უფლებაში და საკრებულოს რეგლამენტის უხეშ დარღვევაში, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ათობის ცდილობისგან მიუხედავად არასდროს არც პოლიცია არ მოსულა, არც გამოკითხვაზე არ დაუბარები ვარ გამოკითხვის მიზნით, არც პოლიციას, ან რომელიმე სხვა სამსახურს. ამას გარდა ზედამხედველობასაც ურეკავთ და ისინიც დუმან უბრალოდ ურჩევნიათ, რომ კორუფციაში ჩაფლული მერი და საკრებულოს თანამშრომლები არ ამხილონ და არ დასაჯონ კანონის და შესაბამისად და მოქალაქეების უფლებები იყოს არა მეორე პლანზე ან და საერთოდ უბრალოდ იგნორირებული იყოს და მათ იყვნენ კარგად და რაც შეიძლება მეტი თანხა დააგროვონ იმ დროის მანძილზე, რამდენ ხანსაც საჯარო მოხელეები არიან და თუ ეს ასე გაგრძელდება, ჩვენ მოგვიწევს ალბათ სხვა მეთოდების გამოყენება, თუმცა ეს ჩემი ბოლომცდელობა იმისა, რომ მე აქ მოვსულიყავი და რამე მეთქვა, მე მომავალშიც მოვალ, უბრალოდ ამით იმის თქმა მინდა, რომ დღეის ამას იქით მე ვაპირებ, რომ შესაბამის სამსახურს პროკურატურაში შევიტანო ეს საქმე, რაც არ ღვევს ჩვენს კონსტიტუციურ უფლებებს და არა მარტო კონსტიტუციურ უფლებებს, საქართველოს კანონს ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ. თორნიკე, როგორ ფიქრობთ, რატომ ზღუდავს საკრებულო, მათ შორის მერია, სხდომაზე მოქალაქეთა დასწრებას? რისი ეშინიან, რა შეიძლება მალავდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი? რატომ ეშინიათ მათ, რომ მოქალაქეები არ მოხვდნენ საკრებულოს სხდომაზე? მოგახსენებთ, ამ რამოდენიმე წლის წინ ხელვაჩაურის მერმა და მისმა წინამორბედმა მერებმაც გადაწყვიტეს, რომ სასმელი წყლის მიწოდების საბაბით და გახარჯული ელექტროენერგიის საბაბით მოქალაქეებზე გამოეძალათ თანხები მოტყუების საშუალებით, რაც ჩვენ რიგითმა მოქალაქეებმა დავადგინეთ, რაზეც შესაბამისი რეაგირება ჰქონდა და დღეს არც ერთი მოქალაქე აღარ არის გამოძალვის მსხვერპლი, თუმცა ის გამოძალული თანხები, რაც მითვისეს
სხვადასხვა სამსახურის კონკრეტულად შეპეს ხელვაჩაურის წყალკანალის დღეს უკვე შეპეს ხელვაჩაურის წყლის დირექტორებმა და მერებმა და საკრებულოს თანამშრომლებმა ამაზე არ სურთ საუბარი, ამ თანხების დაბრუნება არ სურთ, არც იმაზე სურთ საუბარი, რომ როგორ ხდებიან ადამიანები ამა თუ იმ სამსახურის უფროსები ყოველგვარი კონკურსის წესის გარეშე. გარდა რამოდენიმე შემთხვევისა, აი მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ, ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის დირექტორი საერთოდ არანაირი შეხება არ აქვს სპორტთან, ისევე როგორც შეპეს ხელვაჩაურის წყლის დირექტორს არანაირი შეხება არ აქვს, არც მენეჯმენტთან, არც რაიმეს მართვასთან. წარმოდგენა არ აქვს, ერთი რიგითი სპორტსმენია, ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის დირექტორი კიდე ერთი რიგითი ვეტერინარია და საიდან ხდებიან ესენი, თუ არ არიან აქ რაღაცა კორუფციულ სქემებს არ აქვს ადგილი და ნეპოტისტურ საქციელებს და არც ამაზე არ სურთ საუბარი, არც მოუწესრიგებელ საკანალიზაციო სისტემაზე და არარსებულ საკანალიზაციო სისტემაზე, მოუწესრიგებელ წყალმომარაგებაზე, გაუნათებელ ქუჩებზე და მოუწესრიგებელ ქუჩებზე და სანიაღვრე არხებზე და ამაზე სურთ მოქალაქეებს საუბარი და ამ პრობლემების გადაჭერაზე. ესენი კიდე დაკავებული არიან ხან ახალი მანქანების შეძენით, ხან ფასადის გარემონტებით და ხან კიდე ისეთი ტენდერების ჩატარებით, რაც მათ აძლევთ ხელს და არა მოქალაქეების კეთილდღეობას. ასაკებია, მადლობა. თქვენ უსმენთ მოქალაქე თორნიკე ქავთარაძეს, რომელსაც წლების განმავლობაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე არ უშვებენ და მას კანონით გამინიჭებული უფლების განხორციელება ეზღუდება და ამის შესახებ მას დღემდე არ აქვს განმარტება თუ რატომ არ უშვებენ საკრებულოს სხდომაზე. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დღეს აჭარა თაიმს სურდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის გაშუქება, თუმცა ამის შესაძლებლობა ჩვენ არ მოგვეცა. თავდაპირველად დაცვის სამსახურმა რამდენიმე წუთის განმავლობაში შეგვაჩერა ისე, რომ არ განგვიმარტა თუ რის გამო არ გვიშვებდნენ საკრებულოს სხდომაზე. მოგვიანებით უკვე სხდომამდე დაახლოებით 2 წუთის დაწყებამდე 2 წუთით ადრე შეგვიშვეს საკრებულოს სხდომათა დარბაზში, თუმცა მას შემდეგ რაც ჩვენ უკვე ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება დავიწყეთ, საკრებულოსა და მერიის თანამშრომლები სიტყვიერად დამიპირისპირდნენ მოგვიანებით. ეს ყველაფერი გადაიზარდა ფიზიკურ ანგარიშ სწორებაში და ისინი ჩემს მიმართ გამოხატავდნენ აგრესიას და ფიზიკური ძალდატანებით დამატოვებინეს საკრებულოს სხდომათა დარბაზი და ამ ყველაფერს ხედავდა თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე, რომელსაც რეაგირება კანონდარღვევაზე არ მოუხდენია. თანამშრომლებმა, ასევე დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა ხელებით გადაგრეხვის მეთოდით გამომაგდეს შიდა ტერიტორიიდან და კარები ჩამიკეტეს და შესაძლებლობა აღარ მომეცა, რომ საკრებულოს სხდომა გამეშუქებინა. კადრების დიდი ნაწილის გადაღება მოახერხე, ასახული არის ის ფიზიკური ანგარიშწორება, აგრესია და ცხადია ამას უკვე რამდენიმე წუთში ჩვენი პლატფორმის მეშვეობით შემოგთავაზებთ. მანამდე კი პირდაპირ ეთერში გიყვებით თუ რა ინციდენტს ჰქონდა ადგილი. მე პირდაპირ ეთერის ჩართვის მცდელობა მქონდა შენობაში, ასევე შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა ინტერნეტ კავშირგაბმულობა, როგორც ჩანს, არის დახშული. პირდაპირ ეთერში უფრო ახლო ტერიტორიიდან გასვლა ვერ შევძელი, ამიტომ მოშორებით დავდექი და გიყვებით იმას, რაც მოხდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე რამდენიმე წუთის წინ. მადლობა, რომ უყურებდით აჭარა თაიმსის